შეუსრულებელი ვალდებულებები და მილიონობით ლარის დავალიანება ათეულობით ტენდერში გამარჯვებული კომპანია New Energy გაკოტრების რეჟიმში გადადის. კომპანიის საქმიანობით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ინტერესდება. დევნილთა სახლებისთვის გადარიცხული თანხები და დავალიანება ბიუჯეტის წინაშე. იკვეთება თუ არა კომპანიის საქმიანობაში ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის ინტერესი. New Energy გაკოტრების რეჟიმში გადადის. სახელმწიფო დაკვეთების შემსრულებელი ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კომპანია მილიონობით ლარის დავალიანების ფონზე ათეულობით ტენდერის გამარჯვებულია. ამ ეტაპზე ყველა პროექტი შეჩერებულია. New Energy-ს დამფუძნებელი და მფლობელი ლუხუმ კაპანაძე ყოფილი პრემიერის ვანო მერაბიშვილის კლასელია. რაც ეხება ლუხუმ კაპანაძეს თქვენი რა კავშირი გაქვს მათთან? ამის შესახებ ბიზნესმენი სერგო ბერიძე საუბრობს. ყოფილი პატიმარი ამბობს, რომ მერაბიშვილის ბიზნეს ინტერესების გამო 4 წელიწად ნახევარი ციხეში გაატარა. ვიყავი კანონო პატიმარი მერაბიშვილისა და მისი ბანდის ლუხუმი კაპანაძის, გელა გიგოლაშვილის, გიორგი გიგოლაშვილის, პატიმარი მამუკა მახარაძის და გულო შავაძის ბანდა, რომელიც ჩამოყალიბებული ყავდა მერაბიშვილს და იმუქრებოდნენ რომ მომკლავდნენ, იმუქრებოდნენ წამართვებდნენ ტერიტორიას. დამიბარა ლუხუმი კაპანაძემ ჩავედი შირატონ მეტეხპალაში შევხვდი თბილისში. მოვილაპარაკეთ რომ რაც დახარჯული მქონდა გადამიხდიდა და იქ ააშენებდა რაღაცებს. ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დაკვეთა New Energy 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მიიღო. დევნილთა სახლების მშენებლობას მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი ხელმძღვანელობდა. სტუდია მონიტორის ჟურნალისტური გამოძიების თანახმად მხოლოდ ამ პროექტში კომპანიამ 7 მილიონ ლარზე მეტი მოგება ნახა. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ 135 მილიონი ლარიდან 95 მილიონი New Energy მიიღო. სხვა კომპანიებს ერთი სახლის აშენებაში 26,000 ლარი, New Energy-ს კი ყველაზე მეტი 28,200 ლარი გადაერიცხათ. New Energy-ს თემით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ახალი მინისტრიც დაინტერესდა. დავით ნარმანიას განცხადებით, კომპანიას ვალდებულებები კერძო კომპანიების გარდა სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშეც დაუგროვდა. მილიონობით დოლარით სამშენებლო კომპანიამ ენერგეტიკის სამინისტროც აზარალა. ერთ-ერთი ყველაზე დიდი თემა, სადაც რეალურად სამუშაოები არ განხორციელებულა, ეს არის ყოფილ სამხედრო გზაზე, ანუ ძირითად მაგისტრალზე 3 მილიონი ლარის სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებული კონტრაქტი, სადაც მას მიღებული აქვს წინასწარ ავანსად ეს თანხა და სამუშაოები არ არის განხორციელებული. მე როგორც მინისტრ რაღაც კითხვები გამაჩნია New Energy-სთან მიმართებაში, მის შესრულებულ გარკვეულ სამუშაოებთან და ამასთან დაკავშირებით ძალიან მალე გვექნება სურათი თუ რას აკეთებდა ეს კომპანია და როგორ მოღვაწეობდა. საერთაშორისო ტენდერების ჩატარების კორუფციულ სქემაზე აზერბაიჯანული კომპანია აზერტუნერიც საუბრობს, რომელიც New Energy-ს 5,4 მილიონ დოლარს ედავება. კომპანიის ქართული ფილიალის დირექტორი იმედოვნებს, რომ ახალ რეალობაში ახალი სასამართლო სამართლიან ვერდიქტს გამოიტანს. New Energy-ში კომენტარს არ აკეთებენ. დაცვის თანამშრომლები კი ამბობენ, რომ კომპანიის მუშაობა დროებით შეჩერებულია. ხელმძღვანელი პირები კი ადგილზე არ იმყოფებიან. მე კომპეტენტური არავინ არ არის და მე კიდე არ მაქვს უფლება რომ რამე